ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტი დასრულდა. ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. რომელიც უშუალოდ ღონისძიების წინ გაიმართა მსოფლიო ლიდერებთან. გითხარით, რაზე იყო კომუნიკაცია, მაგალითად ემანუელ მაკრონთან, ესპანეთის პრემიერთან და ასევე ანტონიო კოშტასთან. დავასრულეთ ვიზიტი. საინტერესო ფორმატია. აქ გქონდა ორხრივი შეხვედრები, გქონდა შეხვედრა უშუალოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან, ასევე მქონდა გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაც ეკონომიკურ საკითხებზე, დაკავშირებადობის საკითხებზე ვისაუბრეთ და ასევე ყველა საინტერესო ის იყო, რომ მქონდა 20-ზე მეტ, ალბათ 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება და ყველა ამ ლიდერთან საუბრობდით, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და საუბრობდით საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობაზე და პერსპექტივებზე და საინტერესო ის არის, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენ ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფას ევროკავშირისკენ. რაც ძალიან კარგი იმპულსების მომცემია, დანარჩენი დავალოდოთ. ჩვენ გამოთქვით, რა თქმა უნდა, სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, საჯარო, ღია, გამჭვირვალე დისკუსიებისთვის. ეს არის პირობა და აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის შორის. ბატონ პრემიერო, ურთიერთობების გადატვირთვაზე იყო მათ შორის საუბარი იმ ლიდერებთან, რომლის კადრებიც ჩვენ დიახ, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წამოვწიეთ, თუმცა მათი მხრიდანაც იყო ინიციატივები ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი ეს, რა თქმა უნდა, დახურული კომუნიკაცია და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა კარგია ეს, რომ ჩვენ დადებითი იმპულსები ვიხილეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დანარჩენი დავალოდებით მოვლენების განვითარებას ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ევროკავშირისში ინტეგრაცია, საქართველოს ინტეგრაცია და რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ჯანსაღი დისკუსიის გარეშე. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ ვადასტურებთ ჩვენ მსაუბარს, რომ გავხსნათ კიდევ ერთხელ ჯანსაღი დისკუსია ევროკავშირის სტრუქტურებთან ყველა თემასთან დაკავშირებით. ალან ბერსესთან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ჰქონდათ პირისპირ შეხვედრა, აი ამ შეხვედრაზე რომ გაამახვილოთ ყურადღება, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეთ გენდივანთან? ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის შევეხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თემასაც, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში, მას შემდეგ რაც კონკრეტული რეზოლუცია დაამტკიცა საპარლამენტო ასამბლეამ. ჩვენ აქაც გამოთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. მე მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით. რაც შეეხება ეუთოს გენერალურ მდივანს, ამ შეხვედრის მთავარი თემა რა იყო? აქაც ჩვენ ყველა თემას შევეხეთ, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეუთოსთვის, რაც არის საინტერესო, შევეხებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გავაცანით საერთო მდგომარეობა, რაც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებას და ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გქონდა საუბარი, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გქონდა საუბარი, აქაც შევეხეთ, რა თქმა უნდა, ორხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც. ბატონო პრემიერო, ჩვენ გავიცანით ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ ვრცელ წერილს, სადაც საუბარია 1 ოქტომბრიდან საქართველოს თავზე მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის იქ იყო არაერთი აქცენტი დასმული, როგორც არის მაგალითად ხალხური შიპით, არჩევნებზე მისთვის მოწოდება, თეთრისა და შავის გარჩევის სურვილი და ისტორია ბრძოლა გარემტრებთან, რაც ისეთ თვითონ შეფასებების კვლავ აქტუალური გამოწვევა. რეალურად რა მოისმინა საქართველოს და აქტუალურია ყველა ის საკითხი, რაც გასმენდა. ამ წერილში ასახულია ყველა ის მიღწევა, რაც ქვეყანას ჰქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ასევე ყურადღება არის გამახვილებული სხვადასხვა ტიპის გამოწვევებზე, მათ შორის გუნდის შიგნით არსებულ გამოწვევებზე, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ისაც გონდა და აქვს გარკვეული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის არსებობს, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ პროცესებს, მეტეს როდესაც ამ მასშტაბის ზეწოლა იყო ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი განაპირობებს, რა თქმა უნდა, გუნდის შიგნითაც გამოწვევებს და ეს გამოწვევები ჰქონდა ჩვენ თავის დროზე, თუმცა დღეს ჩვენი გუნდი არის ძლიერი როგორც არასდროს, რაც შეეხება
გამოწვევების ასე ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებას მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ბატონო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა პარტიის ღრილობაზე 2023 წლის დეკემბერში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ერთგვარი პირობა იყო გახმოვანებული მასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა და სწორედ ამის გაგრძელება ის პროცესები, რაც წარიმართებოდა აქამდე, რაც წარიმართება დღეს და წარიმართება მომავალში, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება იქნება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება უკომპრომისო კორუფციასთან მიმართებით. შესაბამისად, გაგრძელდება ყველა მიმართულებით მუშაობა იმისათვის, რომ აღმოიფხვრას კორუფციის ყველანაირი არათუ შემთხვევა, არამედ რისკებიც კი აღმოიფხვრას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. იცით, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადათქმული, უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯებია მიმართულებით და რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. გამოწვევები რჩება. გამოწვევები უკავშირდება, რა თქმა უნდა, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ საკითხებს. გამოწვევები უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს რეალურად ოპოზიცია და აქედან გამომდინარე არ არის ჩამოყალიბებული ჯანსაღი დემოკრატიული, ასე ვთქვათ, მოცემულობა იმ პირობებში, როდესაც ჯანსაღი ოპოზიცია არ ყავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, რისკები და გამოწვევები არსებობს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად და თანმიმდევრულად განვითარდეს და ასე გრძელდება პროცესები, რაც ძალიან კარგია. გვაქვს ნაკლები პოლარიზაცია, ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუსტად ასე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. 4 ოქტომბრის თაობაზე მინდა კითხო. დაანონსებული მშვიდობიანი გადატრიალების დამხობის გეგმა, დროშების რევოლუცია, როგორც ისინი ანონსებენ, პარალელურად სუსის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმაზე, რომ ცალკეულ პირებს შესაძლოა ჰქონდეთ საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, გეგმები და სცენარები დასახული. ანუ ამ შემთხვევაში რა სელოდებით რუსთაველზე 4 ოქტომბერს? პირველ რიგში მინდა ყველა შევახსენო, რომ რა თქმა უნდა, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, ყველა შეუძლია შეიკრიბოს მშვიდობიანად, გამოხატოს საკუთარი აზრი, ეს იქნება უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერსაც. ამავდროულად მინდა გავაფრთხილო ყველა არ დაარღვიონ კანონი. როგორც კი დაარღვიონ კანონს, მაშინვე მიიღებენ კაცრ კანონის მიერ პასუხს. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, მათი დიდი ნაწილი უпроцент მცირე ნაწილი, მაგრამ 30-ზე მეტი ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი, 2 წელი დაიწყება, არის 4 წელი, 4.5 წელიც. ამიტომ ყველას მინდა შევახსენო, რომ თუ ვინმეს წაუსდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს. კანონის მიხედვით შესაბამისად მეგობრულად უნდა ურჩიოთ ყველას, რომ არ გაბედონ ძალადობა, არ გაბედონ კანონის დარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ. ოპოზიციის აქტივისტებმა დღეს გაავრცელეს ასევე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის სია, რომელიც სინამდვილეს საარჩევნოს აღმოჩნდა, ასევე თითქოს სამოქმედო გეგმა გაავრცელეს, რომელიც ასევე ყალბი აღმოჩნდა, აი რას ემსახურება მსგავსი დეზინფორმაციის. ეს არის რაღაცა უსუსური მცდელობები, რაც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის უსუსურ სახეს. რა თქმა უნდა, ასეთი იქმედებებით ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევენ. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ თუ ვინმეს მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეს არის მარტივი გაფრთხილება, რაც შეიძლება ამ ადამიანებს მიცემთ. ბატონ პრემიერო, საუბრობთ ზოგადად კორუფციაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა იმითქანდა როში თქვა, რომ როდესაც გუნდი რთული გამოწვევების წინაშე იდგა და ებრძოდა ამ პრობლემებს, კორუფციულ გარიგებაში შედიოდნენ ადამიანები, რაც ამორალურია და ამ მხრივ უკომპრომისო იქნება ხელისუფლების ნაბიჯები. კორუფციის თვალსაზრისით რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, რომ მსგავსი თუნდაც მოგვიანებით ისევ არ დადგეს ეს პრობლემა დღის წესრიგში? თქვენ ხედავთ, რომ არაერთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან დაკავებული. რაც ძალიან სამწუხაროა, ხო? მართლა სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა ქვეყანა, სერიოზული გამოწვევების წინაშე და ამ დროს კონკრეტული ადამიანები ფიქრობდნენ ხელის მოთმობაზე, რაც ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება სამომავლოდ პრევენციას, ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რაც ჩვენ
გამოვიყენეთ თავიდან, ეს არის გამჭირვალობა. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭირვალე, ასევე აბსოლუტურად გამჭირვალე იქნება ყველა ინფორმაცია, რაც უკავშირდება სახელმწიფოს შესყიდვებს, ტენდერებს და ამ შემდეგ პროცედურები იქნება სრულად დახვეწილი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასევე ბიზნეს სექტორის შესაბამის წარმომადგენლებთან და ყველა საუხსენით, რომ სამართლიან კონკურენციაზე იქნება დაფუძნებული ნებისმიერი პროცესი, რაც დაკავშირებულია შესყიდვებთან, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან. ამან უნდა უზრუნველყოს ხარჯ-ეფექტიანობის გაუმჯობესება, ანუ ბევრად ნაკლები ხარჯით შეიძლება განხორციელდეს მთელი რიგი მიმართულებებით პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები და ეს პირდაპირ აისახება პროექტების ხარისხზე. ჩვენ ნახეთ ჩვენი თვალით რამდენიმე კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არ არის სათანადო ხარისხით შესრულებული, ასეთი რამე იქნება აბსოლუტურად გამორიცხული, მათ შორის გამჭირვალობის საფუძველზე, რომელიც დაინერგება ყველა მიმართულებით საჯარო პროცედურებში. პასეჯში დებატები იწყება. პრინციპში თემები არის იგივე ოპოზიციური ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საქართველოს დემოკრატიის მიყუსვლა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შეფუძული საქმე რასთან გვაქვს არჩევნებამდე 2 თვით არის. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება პასეს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად რაიკული. წინა რეზოლუცია, რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგარეში არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა აღიარეს თვითონ არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. ახლა არავის უკრის, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, რა თქმა უნდა, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის. ბატონ პრემიერო, დიდ ბრიტანეთში უკვე ამოქმედდა უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა და დარეგისტრირებაზე უარი გაცილებით უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს იზრაელის სამართლებაში ხდება. თუმცა გაცილებით უფრო დიდი კრიტიკა ისმის ყოველთვის საქართველოსთან მიმართებაში. ხომ არ არის ეს ორმაგიის სტანდარტის მორიგი გამოვლენა, რასაც თქვენ ხშირად ამბობს და მორიგი უსამართლო მიდგომა საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის სალსახად ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ რუსულ კანონად მონათლეს კანონი, რომელიც ერთ-ერთი რამეს ითვალისწინებდა, ეს იყო ყოველწლიური დეკლარაციის ჩაბარება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და სანქციები იყო გათვალისწინებული ამვალდებულების შესრულებლობისთვის ძალიან მსუბუქი, ეს იყო ადმინისტრაციული სანქციები, ფინანსური სანქციები. ამ დროს ბევრად უფრო მკაცრ კანონებს იღებენ იგივე მიმართულებით სხვა ქვეყნები, თუმცა მათთვის ეს არის დასაშვები. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი. მე ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველო არის ზუსტად ისეთივე სუვერენული სახელმწიფო, როგორც დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა. ამიტომ ყველამ ზუსტად ისევე უნდა სცეს პატივი ჩვენ სახელმწიფოს, როგორც სცემენ პატივს საკუთარ ქვეყნებს თუ სხვა ქვეყნებს, ვისთანაც თანამშრომლობენ. პატივი სცეს ყველამ საქართველოს სუვერენიტეტს. ბატონ პრემიერო, ერთი კითხვაც მაქვს იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა წინა საარჩევნო კვლევა ჩაუტარა მამუკა ხაზარაძის პარტიას, რომელშიც სოლიდური ფუდი გადაიხადა ლევომ, თუმცა მონაცემებს არასაჯაროებს. ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები. ყველა მაჟორიტარულ ოლქში თბილისში ლიდერობს ქართული ოცნება. სავარაუდოდ ამიტომ არის, რომ ქვის სინათლე ვერ ნახა ამ დოკუმენტმა. როგორ ფიქრობთ, რა მაჩვენებელი უნდა იყოს ეს ლევოსთვის მათ მიერე დაკვეთილი დოკუმენტი? ჩვენ ვიცით რა არის რეალური სურათი. 60%-ს აღემატება ბევრად ჩვენი შედეგი, პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში დაახლოებით 55%-ია ჩვენი პარტიული შედეგი და შეიძლება 60%-მდეც მივიღოთ უშუალოდ თბილისში პარტიული ხაზით და რაც შეეხება კახიკალაძის რეიტინგს 65%-ზე მაღალია კახიკალაძის რეიტინგი. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა მათ ძალიან გაუჭირდებათ კვლევების გამოქვეყნება, ასევე ჩვენი კვლევების თანახმად 64 მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. ასეთ დროს რა თქმა უნდა შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, მაშინ წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი. შესაბამისად ლოგიკურია რა თქმა უნდა მათი გადაწყვეტილება კვლევების არ გამოქვეყნების თაობაზე. ერთი კითხვაც მაქვს, გრძელდება არასამთავრობოების გამოკითხვა, ვიცით რა საქმეს ეხება მათი გამოკითხვა, რა როლი აქვს იმ რადიკალურ პროცესებში მესამე სექტორს და იმ ფინანსებს, რომლებსაც ისინი იღებენ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან. ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში, ეს დაიწყო განსაკუთრებით აქტიურად 2022
2022 წლის ივნისიდან, როდესაც ისინი ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. იქიდან მოყოლებული ისინი უკვე ღიად არიან ჩართული რევოლუციურ პროცესებში, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავის დროზე ამერიკული წყაროებიდან ღიად ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები NGO-ების მეშვეობით და ეს გაგრძელდა ასევე ევროპული წყაროების მეშვეობით. ID გამოირჩევა როგორც რადიკალიზმის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო, რასაც საზოგადოება ხედავს. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო, თუმცა გამჭირვალობის შესახებ კანონმა შეცვალა ბევრი რამ და ამას შეამცირა პოლარიზაციის და რადიკალიზმის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ახლა ცდილობენ რა თქმა უნდა შემოვლითი გზებით დააფინანსონ ასეთი ტიპის აქტივობები, რადიკალური აქტივობები, თუმცა რა თქმა უნდა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული, თუმცა თქვენ ნახეთ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა კონკრეტული ასე ვთქვათ ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმა, თუმცა აქაც ვიტყვი რომ ამ გეგმებს რა თქმა უნდა განხორციელება არ უწევია. ბატონო პრემიერო, ამ შემთხვევაში გიულია სანიას უნივერსიტეტში და ბანგკოკში მდებარე ამერიკის საელჩოზე საუბრობთ, რაზეც უსაფრთხოების სამსახურმა სქემა გაშიფრა. დიახ, რა თქმა უნდა, რაც შეეხება სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტს, არავის უკვირს, რომ ეს უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის და გასაგებია, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდება ეს ყველაფერი, ეს ქსელი. აქაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა ეს ქსელი და რა თქმა უნდა, აქაც ამ რადიკალურ გეგმებს არ უწევია განხორციელება. სამწუხარო ის არის, რომ არიან ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები, რომლებიც ჩართული ყავთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რადიკალიზმის გაღვივებაში. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა, სერიოზული გამოწვევა, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. თქვენ უსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეშვიდე სამიტის დასრულების შემდეგ მედიასთან ვიზიტი შეაჯამა. კოპენჰაგენში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე ეკონომიკური უსაფრთხოება ევროპული დამოკიდებულების გარეშე. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუადერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას. მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელსაც ისლანდიისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები თანათავმჯდომარეობდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიის კანცლერი, მონაკოს პრინცი, აზერბაიჯანის, მონტენეგროს, შვეიცარიის და სხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ. დანიაში საქართველოს შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ. დეკლარაციას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. ღონისძიებაში, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს პრემიერმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დილით გაიხსნა. პრემიერ-მინისტრს კომუნიკაცია ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და სხვა ლიდერებთან. დანიის დედაქალაქში იმყოფება 40-მდე ქვეყნის პირველი პირი. რამდენიმე ევროპულმა ლიდერმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს უნგრეთისა და სერბეთის პირველმა პირებმა. ევროპული საბჭოს გენერალურმა მდივანმა კი დაადასტურა, რომ სამიტის მიმდინარეობისას მას კომუნიკაცია ექნებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. უპირველეს ყოვლისა, საქართველო ყველაზე წარმატებული, საუკეთესო ევროპული ქვეყანაა. არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყანა ევროპაში, რომელიც თქვენსავით წარმატებულია. პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ თქვენი წარმატებით. ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, იმიტომ რომ ბევრი ჩვენგანი არაა წარმატებული. ეკონომიკები აქ არ მუშაობს, პარალიზებულია და სტაგნაციის ქვეშაა. გვჭირდება საქართველოსნაირი ქვეყნები, რომ შემოგვიერთდნენ. ბრიუსელი არ არის სამართლიანობის საზომი. Very good, an excellent relationship with
მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს საქართველოსთან, პრეზიდენტ ყაველაშვილთან, რომელსაც ახლახან ნიუ-იორკში შევხვდი. გუშინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გვერდით ვიჯექი და კარგი საუბრები ჰქონდა. დღეს განვაგრძობთ განხილვას მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაქვს ზოგიერთი ქართული ინიციატივა, რომელიც უნდა შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და გავცეთ პასუხები, მაგრამ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე. დღევანდელ მსოფლიოში ყველა თავისი საქმით არის დაკავებული და ძალიან ცოტა ადამიანს სურს მეორე მხარის მოსმენა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით ყველას მოვუსმინოთ და ვიმედოვნებთ ქართული მხარეც ამას გააკეთებს. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს რა სიტყვიან ზოგიერთები ჩვენ შესახებ. ჩვენი საქმეა ვიზრუნოთ ქვეყანასა და ხალხზე. უსუსური მცდელობა ქართული ოცნება ოპონენტების მხრიდან მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. დღეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს სია, რომელშიც მათი მტკიცებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან. რეალურად კი გაირკვა, რომ ეს არის რამდენიმე წლის წინანდელი საარჩევნო სია, რომელზეც დატანილი საარჩევნო უბნები ქართული ოცნების ოპონენტებმა წაშალეს, თუმცა რამდენიმე პირზე საარჩევნო უბნის ნომერი მაინც დარჩათ. სიაში ასევე არიან ხანში შესული ქალებიც. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები იმდენად არეულები არიან, რომ შეცდომაზე უშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს, გეგმა საიდან მოვიდა, სია საიდან მოვიდა, ვიღაცა 1000 რაღაცას დადებს, არ ვიცი, მე ამასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ვიღაცა Facebook-ზე რაღაცას დადებს, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება ნამდვილიც არის და იმაზე წუხს ხელისუფლება, რომ სია გავცელდა. იმდენად არეულები არიან და იმდენად დემორალიზებულები მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომაზე უშვებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს რაღაც სიები ჟონავს გედედედან. ჯერ იყო და რაღაცა გეგმაზე საუბრობდნენ და 4 წლის წინანდელი სურათები აჩვენეს, ეხლა საარჩევნო სპეციებით მანიპულირებენ, სინამდვილეში ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს დემორალიზაციისა და სასოწარკვეთის იმ ხარისხს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას დამსახურებულად აქვს. აგორეს რაღაც კამპანია თითქოს გედედეს სიები გასაჯაროვდა და დაბნეულობა არის გედედეშიო, რეალურად კი ეს არის CSKO-დან მათივე გამოტანილი სპეციები. რაც გულისხმობს სპეცია, ეს არის გედედეს თანამშრომელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მის თავისი სამუშაო ლოკაციიდან გამომდინარე სხვაგან აძლევს ხმას, დგება სპეცია, სადაც ადამიანი და მისამართია მითითებული, აი ამ სიებით აპირებენ, რომ საკუთარი მაყურებელი მოატყუონ, თუმცა ეს არ არის პირველი შეცდომა, რამდენიმე დღის წინ მათ გაასაჯაროვეს თითქოს გეგმა მოიპოვეს და ამ გეგმაში პარლამენტის შემოსასვლელის კარი არის გადაღებული რამდენიმე წლის წინანდელი მოცემულობით. იმდენად არაფერი აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი 3-4 წლის წინანდელი სკანდალებით და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის გაბრაზებას. წერს სოციალურ ქსელში არჩილ გორდულაძე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ასახელებს რამდენიმე მაგალითს თუ როგორც ცდილობს მისი თქმით ოპოზიცია მდიდარი NGO-ები და მათ მიერ კონტროლირებული მედია არარსებული მუხტის აწევას. როგორც ცდილობს ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათ მიერ კონტროლირებული მედია არარსებული მუხტის აწევას. პირველი, პროპაგანდისტულმა ონჯიმ გამოაქვეყნა წინა წლის განცხადება, რომელიც გაასაღა როგორც ახალი, სადაც ოპოზიციის კლანის რამდენიმე მოსამართლე გაურკვეველ მოცემულობებს აპროტესტებენ. მეორე, პროპაგანდისტულმა TV1-მა გამოაქვეყნა აქამდე არაერთხელ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც 2022 წელს ბესო ალაბიძე ზეწოლაზე საუბრობს, თუმცა საუბრის იქით არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია. მესამე, რადიკალურმა ოპოზიციამ გაავრცელა გედედეს გეგმა, თუმცა გეგმაში ძველი ფოტო გაეპარათ, რომელზეც პარლამენტის კარის 3 წლის წინანდელი მდგომარეობაა ასახული. მეოთხე, დიდარმა NGO-ებმა გაავრცელეს სპეცრაზმელების მონაცემები და ცდილობდნენ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ეს იყო დამრბევების სია, თუმცა აქაც შეცდომა გაეპარათ და CSKO-ს სპეციალური სიებიდან ოპოზიციის მიერ გატანილი მონაცემები გამოდგა. იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი 3-4 წლის წინანდელი სკანდალებით და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის გაბრაზებას. 4 ოქტომბრის არჩევნებსა და დაგეგმილ აქციაზე ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე ტელეკომპანია იმედთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ოპოზიციასა და მათ აქტივისტებს სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში. არავის ვურჩევა ამის გაკეთებას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ. განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება. და ეს არის მოვლენები, რომლებიც აი უკრაინაში არჩევნები ჩატარდება მშვიდად. სხვა საფუძველი არ არსებობს, შეეცდებიან ისინი არევას და თუ ზედმეტი მოუვათ ჩვენს მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრად
რეაგირება და შეიძლება ვიღაც მუქარად მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად თუ კი ისინი იმას ეცდებიან, რომ ლოკალურად რაღაც ემოციები გამოიწვიონ, მათ ჭირდებათ ეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი სერიოზულად მსჯელობენ, რამდენიმე ჯგუფი, შიდა ჯგუფი მსჯელობს სერიოზულად იმაზე, რა მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს, იმიტომ რომ ფონი ქვეყანაში არ არის ისეთი, რაც თუნდაც წინა პერიოდებში იყო, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა და მათ ჭირდებათ ჩვენი ინფორმაციით ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში და არავის არ ურჩევ ამის გაკეთებას. არათუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე გაფიქრებასაც არ ურჩევ ამისას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ ამაზე და ან გონია რომ ეს პასუხი და ეს სამართლებრივი რეაგირება მოეწონოს რომელიმე მათგანს. მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა ქართული ოცნების დაამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის წერილი, რომელიც 1 ოქტომბრის გამარჯვებიდან 13 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა. ტექსტში განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებას, ეკონომიკურ პროგრესს და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ეთმობა, რომელიც ქვეყანას ქართული ოცნების 13 წლიანმა მმართველობამ მოუტანა. ბიძინა ივანიშვილი არსებულ გამოწვევებზე, საფრთხეებზე და გარეძალების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე წერილში აქცენტს 4 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც აკეთებს და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. სამწუხაროდ ჩვენი გუნდის შიგნითაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც არჩიეს, რომ არ ყოფილიყვნენ, ასე ვთქვათ, საკუთარი ქვეყნის მმართველები, არამედ პირიქით სხვებისთვის გადაეცათ არჩევანის შესაძლებლობა. აი ამაზეა საუბარი, სამწუხაროდ ჩვენი გუნდის შიგნითაც აღმოჩნდნენ ასეთი ადამიანები, მაგრამ საბოლოო ჯამში მივდივართ მთელი ქვეყანა და საზოგადოება მიდის აი რაღაც სიმძიმის წერტილამდე 2022 წელს, როდესაც მთავარი კითხვა დაისვა. საით გვინდოდათ, რომ საით უნდა ყოფილიყო საქართველო სინათლის ხარეს თუ ბოროტების ხარეს, ხო? ეს მახსოვს ძალიან კარგად აი ეს შეხვედრები მაშინდელი ევროკავშირის ელჩთან, მაშინდელი ამერიკის ელჩთან, მაშინდელ ნატოს წარმომადგენლებთან, როდესაც ამ კითხვებს სვავდნენ და ჩვენი მთავარი პასუხი ამაზე იყო, რომ საქართველო იდგა საქართველოს ისტორიის მხარეს. და დღეს ერთი რომ წინა წელს ამ კითხვას ძალიან მკაფიოდ გასცა მოსახლეობამ საპარლამენტო არჩევნებზე და სად უნდა იდგეს, დღეს კიდევ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გაეცემა ამას პასუხი. იყო ბევრი იმედგაცრუება, ბევრი რთული მომენტი, მათ შორის ღალატის თუ სხვადასხვა ნეგატიური პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ ამორჩეულთან ერთად ამ ყოველფერს კარგად ვართმევდით თავს. 1 ოქტომბრის წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქართულ ხალხს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში უნდა დააფიქსირდეს მათი მკაფიო ნება, რომ საქართველოს ბედი წყდება ქვეყნის შიგნით და ეს დღეც კიდევ ერთი ასე ვთქვათ გამოწვევა არის, რომელიც მშვიდობიანად და წარმატებულად უნდა გადავლახოთ. ტრული და ტყუილებით სავსე რეზოლუცია. ასე აფასებს ქართული ოცნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს დაგეგმილი დოკუმენტის მიღებას. რეზოლუციის პროექტით 12 პუნქტისგან შედგება და მასში ვკითხულობთ, რომ ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას. დოკუმენტის ავტორები საუბრობენ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების დაკავებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლაზე. ტყუილებით გაჯერებული დოკუმენტების მიღება არ ეთაკილებათ, არ ერიდებათ, ოღონდ კი შესრულდეს ის სურვილი, რასაც ჩვენს ქვეყანაში ხალხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება ქვია არჩევნების შედეგად. ეს ხომ ცალსახა 2-2-4-ია, აგერ კარს მომდგარი არის არჩევნები და კვლავაც იმ შინაარსის დოკუმენტის მიღებას ცდილობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი სიმართლისგან და რომ ჩაიკითხოთ ეს დოკუმენტი, ნახავთ რომ არ არის პრაქტიკულად 2-3 წინადადება, სადაც არ იყოს 4-5 არასწორი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, ზეწოლა და ბულინგი, ეს ძალმომრეობა ვერ მოახდენს სათანადო გავლენას ჩვენ საზოგადოებაზე. ხალხმა არაჩვეულებრივად იცის ხელისუფლება რას აკეთებს ჩვენი საზოგადოების დასაცავად, სახელმწიფოს განსავითარებლად და წინ წასასვლელად, მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ამიტომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხა რაც არ უნდა წერონ და იკითხონ, ჩვენი ქვეყნის პროგრესს და მომავალს ბუნებრივია ეს წინ ვერ აღუდგება.
დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა მოქმედდა. გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ არის მიმართული. 1 ოქტომბრიდან დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არ იქნებიან, სისხლის სამართლებრივი სანქციები დაეკისრებათ, ან შესაძლოა 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ. თემას უკვე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებები თბილისში. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საქართველოში მიღებული ანალოგიური კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს. ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ მმართველ გუნდში. მათთვის გაუგებარია, რატომ არის ერთი და იგივე კანონის სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში მისაღები საქართველოში კი მიუღებელი. დასავლეთში, როდესაც იღებენ გარკვეულ კანონებს, ეს არ არის მიმართული კონკრეტული თავისუფალი და კრიტიკული თუნდაც აზრის მქონე ადამიანების ორგანიზაციების წინააღმდეგ, არის ახავს მისდათ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების ლიკვიდირებას და განადგურებას, რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, ეს არის შემუშავებული მეგობარი პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციების წინააღმდეგ და მათ შორის მისდათ ახავს ყველა კრიტიკული ზოგადად ორგანიზაციის და პიროვნების მიერ დაარსებული ორგანიზაციის და მართული ორგანიზაციის განადგურებას. თურმე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკაში უცხოური გავლენა უნდა იყოს დაცული და საქართველოში უცხოური გავლენა უნდა იყოს გაძლიერებული. სად არის აქ ლოგიკა? როდესაც ჩვენ 2023 წელს დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონი, აატყდა ამბავი, რომ თურმე საქართველოში ანტიდემოკრატიული კანონი მიიღება, მაშინ როდესაც ამერიკას მიღებული ჰქონდა და ფარას წყალობით უგებულობთ მათ შორის მილიონების გადარიცხვას საქართველოს წინააღმდეგ და საფრანგეთშიც, ბელგიაშიც, ევროპის სხვა ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში ახლა უკვე ხდება ის, რომ უცხოური გავლენისგან დაცვისთვის იღებენ კანონს, რაც მართალია, რა თქმა უნდა. მაგრამ ორმაგი სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ თურმე აქაური NGO-ები საქართველოში რომ არიან, უნდა დაფინანსდნენ ისე, რომ საზოგადოებამ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდება და რისთვის. და უცხოეთში როცა ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო სექტორი, იქ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს. აი ეს ორმაგი სტანდარტი დაინახა ზუსტად ქართულმა საზოგადოებამ და ამიტომაც დგას იმ პოზიციაზე, რაზეც დგას. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კრიპტოვალუტის მითვისებაში მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ქონება აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეალიზაციისთვის გადასცა. დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9,000-მდე ბიტკოინის თანხის გადაცემა დაევალა. ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გავასაჩირებთ აღნიშნულ განჩინებას უზენაეს სასამართლოში. ჩვენ ვითხოვდით პირველ ინსტანციაში საქმის უკან დაბრუნებას იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ, რომ საკმარისად დავასაბუთეთ, რომ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და მართლმსაჯულება არ განხორციელდა მხარის საპროცესო უფლებების სრულყოფილი დაცვით. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა დღევანდელ გადაწყვეტილებას გავასაჩირებთ საკასაციო წესით. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ განხილვა საქართველოს სასამართლოში მიმდინარეობს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნების. ეს ნიშნავს, რომ ასეთი სასარჩელო მოთხოვნები განიხილება გამარტივებული წესით ვინაიდან მამ სასამართლო განხილვებს სამოქალაქო წესით წინ უსწრებს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9,000 ბიტკოინამდე. ნაციონალური მოძრაობის წევრსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს. კუპრავას პროკურატურა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტს ედავება. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზვიად კუპრავა წარდგინებულ ბრალდებაში თავს დანაშაულს გასნობს. დაცვის მხარის პოზიციით გეუბნებით, რომ აქ რაიმე სახის ძალადობის გამოყენებით ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკი ზედმეტია. დაცვის მხარეს გვექნება ჩვენი პოზიცია და არგუმენტები, რომ მოსამართლემ არ გამოიყენოს ყველაზე კაცი აკუთვნილი ღონისძიება და ზვიად კუპრავა განთავისუფლებული იქნას თონის დარღვევაზე. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე 1 კვირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი,
რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს არჩევნების დღეს განსახორციელებულ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა. ასევე ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულს ბრალდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე წარედგინა, რაც საშიელი სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, ამჯერად წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი ემზარ ქარდავა. ის სოფელ ლიაში ავტომანქანით 26 წლის გოგოს დაეჯახა, ადგილზე მიატოვა და მიმალვა სცადა. ინფორმაცია რუსთავიერს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 და 122 მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით ქარდავა შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალი წარედგინა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ორპირს. სუსის ინფორმაციით დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვას დაჰპირდნენ და $800 მოსთხოვეს. თანხის ნაწილი მოქალაქე მათ ხელზე ორჯერ გადასცა. ანტიკორუფციულმა სააგენტომ გაავრცელა ფარული ვიდეო მასალაც. დავით სონღულაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროში შემოვალი უწყების რეგიონული ოფისები დაათვალიერა. ადგილობრივ საწარმოებს გაეცნო და ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრები გამართა. ამ საწარმოში ყოველწლიურად 12 სახეობის 30,000 ბოთლი ღვინო მზადდება. იწის მარანი იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით შეიქმნა. მხოლოდ ერთი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გაცემული სესხის ოდენობამ 17 მილიონ ლარს გადააჭარბა. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება კი 5 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი გაკეთა, რა თქმა უნდა, საგრანტო პროგრამით, ამიტომ 600,000 ლარი გამიფინანსეს და შეღავათიანი სესხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რა თქმა უნდა. ახლა რაჭაში ადგილობრივები რთველისთვის ემზადებიან. რეგიონში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილი მეწარმეებისა და მევენახეების საჭიროებებს გაეცნო. გავეცანით მევენახეების მოთხოვნებს ადგილზე და საერთო ჯამში ნახეთ რაჭის აგრარული პოტენციალი, აგრარული შესაძლებლობები და ჩვენ სამინისტროს ფარგლებში რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია რომ ამაზე სწორი და თანამდებობრივი რეაგირებები გავაკეთოთ. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭაში დაცული ტერიტორიების მოვლის განვითარებისა და გაფართოების გეგმაც აქვს. კანონპროექტი უკვე მომზადებულია. რაჭის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული მიმართულების განვითარების მიზნით ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ტურისტული თავშესაფრები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ჩვენი მოვალეობაა ბიომრავალფეროვნების დაცვა, მოვლა, მონიტორინგი, სამართალდარღვევების აღკვეთა, ხანძრების პრევენცია და საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორების დახმარება. სამუშაო პროცესს ძალიან გვიადვილებს შესაბამისი ეკიპირება და სატრანსპორტო საშუალებები. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გარემოზე ზრუნვა თანამედროვე სტანდარტების ინვენტარით და ტექნიკით ხორციელდება. 24 საათიანი რეჟიმი და სათხეო სამსახურის 104 თანამშრომელი, მათ შორის 11 მეტყევე და 47 ტყის მცველი. ეროვნული სათხეო სააგენტოს სერვისებით დაახლოებით 250-მდე სოფლის მოსახლეობას არგებულს. რეგიონში მალევე დასრულდება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფისის განახლებაც. საინტერესოსთან ერთად ჩვენი პროფესია მოგეხსენებათ ძალზე რთული არის. დღეს ჩვენს რეგიონში იმყოფებოდა ბატონი მინისტრი, რომელიც გაეცნო ჩვენს საქმესა და ასევე გავაცანა ჩვენი სამომავლო გეგმები. საქმის რთულიდან გამომდინარე, რომელიც არც თუ ისე იშვიათია ჩვენ სფეროში, გამოიყენება წახალისების ფორმა, რომელიც ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენ დასაქმებულთათვის ძალზედ მნიშვნელოვანი არის. მინისტრი რეგიონში არსებულ გამოწვევას გაეცნო და მაქსიმალური მხარდაჭერა დაუკვირდა. დეპარტამენტის გაძლიერებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შედეგი აუცილებლად იქნება თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და კიდევ უფრო ეფექტიანი გარემოს დაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
სამინისტრო შეფასებით რაჭა ლეჩხუმი ვეტერინარული თვალსაზრისით კვლავ ერთი კეთილსაიმედო რეგიონია. ცხოველთა ვაქცინაცია მხოლოდ ცოფის საწინააღმდეგოდაა საჭირო. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად აკონტროლებს აგრარულ ბაზრებს, სკოლებს, სავაჭრო ობიექტებს. აქ ყოველწლიურად ტარდება მხოლოდ ცოფზე ვაქცინაცია, სხვა მხრივ კეთილსაიმედოა ცხოველთა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების მხრივ ვეტერინარები ატარებენ ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაციას. რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ხაზს უსვამს სამინისტროს როლს რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევაში. ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრის ვიზიტი ჩვენს რეგიონში, ვინაიდან ადგილზე ხდება პრობლემების გაცნობა, იმ გამოწვევების გაცნობა, რომელიც გვაქვს ჩვენ და შესაბამისად ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება. შემდეგი რეგიონი, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი მოინახულებს, გურია. ყველა სხვა რეგიონის საჭიროებებს დავით სონღულაშვილი უკვე გაეცნო და კონკრეტული გეგმებიც დასახა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯოლაძემ მონის მუნიციპალიტეტში ახალგახსნილი ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი მოინახულა, რომელიც ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს. კაბინეტი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და კვალიფიციური კადრებით. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში საერთაშორისო მხარდაჭერით იყო გათვალისწინებული ბავშვებისთვის სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა. და სამწუხაროდ იმხანად ეს ერთგვარი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხის მხრიდან ეს თემა. სახელმწიფომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ამ დახმარების შეწყვეტის პირობებში, რა თქმა უნდა, უზრუნველყო აბსოლუტურად თანამედროვე უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტის მქონე სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა. ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი, რომელიც მოემსახურება უშუალოდ ბავშვებს, სოფლათა და ქალაქ ონის რაიონში მაცხოვრებელ ბავშვებს, რომელთაც უფასოდ გაეწევათ თერაპიული და ქირურგიული მანიპულაციები და აღარ მოუწევთ მათ რეგიონებიდან, რაიონიდან გასვლა. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კასპის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა ჩაატარა. შეხვედრა კასპის ტექნოპარკში გაიმართა. კომიტეტის წევრები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ. დეპუტატებს ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა წარუდგინა. განვიხილეთ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ანგარიში, მოვისმინეთ 2023 წლის და 2024 წლის საქმიანობა. უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 300-ზე მეტი სტარტაპი დააფინანსა 46 მილიონი ლარის ფრანგლებში. პარალელურად მოვისმინეთ წარმატებული სტარტაპების საქმიანობა, განვიხილეთ მათი შედეგები. წარვადგინეთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და უკვე ამოქმედდა ქვეყანაში სტარტაპის სტატუსი, რომელთანაც დაკავშირებულია ჯამში 10 წლიანი საგადასახადო შეღავათი, ასევე შემოვიტანეთ ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს ცნება. მიმდინარე წელს ასევე შემოვიყვანეთ ქვეყანაში 4 ახალი საერთაშორისო აქსელერატორი, რომელიც სრულად მოემსახურება ქართულ ეკოსისტემას. ძალიან საინტერესო წარიმართა კომიტეტი, ჩვენ დავათვალიერეთ ასევე კასპის პროფესიული კოლეჯი, ძალიან ბევრი მიმართულება ათვისებული, ძალიან დიდი დაინტერესება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები. მოგეხსენებათ, რომ პროფესიული კოლეჯის მიმართულები ძალიან ბევრი დეფიციტური, ასე ვთქვათ, პროფესიებია და ჩვენ გვჭირდება მეტი სპეციალისტი, მეტი პროფესიონალი და ამისთვის კოლეჯი ძალიან დიდ როლს ასრულებს. ხელოვნების მუზეუმს ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ვლადიმერ ბუკიას ნამუშევრები გადაეცა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრო. მხატვრის 30-მდე ნამუშევარი მუზეუმს ეტაპობრივად გადაეცემა. მათი რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება. ეს ჩვენი ფონდები კიდევ უფრო მდიდარია, ვიდრე ეს იყო გუშინ, ვინაიდან ჩვენმა მხატვარმა, ქართველმა მხატვარმა, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს და ცხოვრობს, ბატონმა ვლადიმერ ბუკიამ, მისი შემოქმედების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცა ხელოვნების მუზეუმს და რომელი ნამუშევრების დაიდებს ბინას ახალი და თანამედროვე ფერწერის, ქართული ფერწერის ფონდში, ის აუცილებლად გამოიფინება ჩვენს საგამოფენო დარბაზებში. Today I am representing my father. ეს მე აქ მამაჩემს წარმოვადგენ. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, როგორც მისთვის, ასევე მთელი ჩვენი ოჯახისთვის.
ქართული მემკვიდრეობის დაბრუნება საქართველოში განსაკუთრებული სიამაყის და მადლიერების საფუძველს გვაძლევს. 4 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ვალი იყო ეს მემკვიდრეობა სამშობლოში დამებრუნებინა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა მხარდამჭერს. და გამოშვების ბოლოს კურიერში სტუმრის დროა. რამდენიმე წამში ეთერს დაუთმობთ ქართული ოცნების წალენჯიხის მერობის კანდიდატს გუბას აჯაიას.